კარგად მოგიხსენებათ, რომ ეხლაც მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში მუშაობა სტიქიით გამოწვეული ზიანის სასანაზღაურებლად მიდის სახურავების გაწმენდა თოვლისგან სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოსაყვანად, ვინც თოვლში არის და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. პირადად მე გურიიდან ვარ და გარკვეულწილად ინფორმაციები მაქვს, რაც ხდება იქ. განსაკუთრებით დაზარალდა გურია, რა თქმა უნდა, აჭარაში და იმერეთშიც იყო ეს სტიქიური მოვლენები, არავინ არ უარყოფს, ასევე სამეგრელოშიც, მაგრამ ეპიცენტრი აი ამ უბედურებისა, თუ ასე შეიძლება ითქვას, არის გურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახლი ჩამოინგრა, ორი ადამიანი გარდაიცვალა და მე მგონი რომ აი ეს როდესაც დასრულდება ყველაფერი და ეს თოვლით დაიწყებს დადნობას, მერე უკვე უფრო ნათელი იქნება თუ რა ზიანი მიადგა გურიას აი ამ სტიქიური მოვლენების შედეგად. ჩვენ ადრეც გვითქვია და ეხლაც ვიმეორებ, ასეთი თოვლი 1985 წლის მერე არავის არ ახსოვს გურიაში და აქედან გამომდინარე ხა სტიქიის წინაშე ყველა უძლურია. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები რო ამერიკის შეერთებული შტატებია, ისე გადაიწვა იქ ჰოლივუდში ყველაფერი რო ორი ცეცხლობი მანქანა ვერ მიიყვანეს, ისე მოხდა ყველაფერი უცბად. არავინ არ ელოდა ეხლა რომ აი ესეთი ახლა უცბად ასეთი მასა თოვლისა მოვიდოდა. ეხლა ვიღაცები ამბობენ რომ აი ხო იყო ინფორმაცია რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ეხლა სტიქიურ უბედურობის წინაშე საქართველო კი არა ნებისმიერი ქვეყანა არის უძლური. მაგრამ შემდგომი სამუშაოები რაც ჩატარდა, ეხლა ფაქტია აგე რომ ჯარი არის შესული, მთელი ხელისუფლება იქ არის გადასროლილი და მიდის მუშაობა აი ამ სტიქიას და ბრძოლაში. და ეხლა ეს დივერსანტები, რომლებიც იქ ყავს ჩვენ, აი ლეში ჭამიები და იმაზე დაგეშილი ადამიანები, რომ რაღაცნაირად პროვოკაციები მოაწყონ და ქვეყანას მხოლოდ აი ცუდი რო უხარიათ, ესეთი რა თქმა უნდა ჩასაფრების პოზიციაში არიან. აი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითები და წარმოგიდგინოთ მეგობრებო, ესე იგი შემთხვევით ჩაირთო ის რასაც ამბობს ნაციონალური მოძრაობის გურიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კახა ასკურავა, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ აი ისო მუშაობსო ტრაქტორზეა საუბარი და ხო ეგ არ გვაწყობსო. აი ბევრი რო არ ვილაპარაკობთ, ნახეთ თქვენ და აი ესე იგი არ აწყობთ ის, რომ ტრაქტორი მუშაობს და სამაშველო სამსახური არის. აწყობთ ის, რომ მსხვერპლი იყოს, გრევა იყოს და ადამიანები საშინელ მდგომარეობაში. ეს არ აწყობთ. აი ხა თვითონ ნახავთ აი ამ ყველაფერს. ის მუშაობს. ხო. კი. მე არ ვაწყობს რომ მუშაობს. მოგესალმებით, მეგობრებო. ეხლა ვართ მე და კახა ასკურავა. ლანჩხუთის განმოზურგეთის მთავარ მაგისტრალზე, რომელიც არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, სადაც სარზემით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაანონსა, რომ გზა არისო გაწმენდი. მაინტერესებს ერთი კახა, რეიზ არ გაწყობ შენ რომ გურული კაცი ხარ და გურულად მოგმართავ. რეიზ არ გაწყობ შენ რომ ტრაქტორი მუშაობს, რეიზა. რომ ადამიანები მივიდნენ თავიანთ საცხოვრებელსთან, ეგ არ გაწყობ შენ გინდა რომ მანდამაინც უბედურება იყოს და მანდამაინც რომ ქვეყანა იგრეოდეს, ეს გაწყობს კახა? აი ესეთი ხალხი რო გყავთ თქვენ ნაციონალებო რეგიონებში და საერთოდ ესეთები რო ხართ თქვენ, იმიტომ მიდის თქვენი საქმე კარგად, რომ უბედურება გაწყობთ მარტო თქვენ და გრევა გაწყობთ მარტო. სხვა არაფერი. აი წარმოგიდგენიათ ხალხო, ეხლა აი ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს ეხლა, როდესაც ადამიანს არ უხარია ის, რომ თუ რამე სადმე კეთდება, ხვდები თქვენ? აი ეს არის ამათი სახე. ეს არის ამათი სახე და აი ამ სახეს ეხლა მე გაჩვენებ თქვენ, იმიტომ რომ კადრში არ ჩანდა აი ამ ადამიანის სახე. აი ეს ვაჟბატონი ბრძანდება კახა ასკურავა, ვაჩვენოთ მეგობრებო. აი ეს ვაჟბატონი. აი ესე იგი ტრაქტორი რომ მუშაობს არ აწყობს. აწყობს ის რომ ანახოს ისეთი კადრი
სადაც აი ეს ნატო გოგელია, დაცურებული ნატო გოგელია, რომ დარბის მიკროფონით და დღეს უყურე ჩართვას, აი ჯიპებით დადიან. არა, იმითი ვირზე ამხედრებული ივლის ეხლა პრემიერი და ეს მთავრობის წევრები იმაში, რა ქვია, ოზურგეთში, თოვში. ჯიპებს აჩვენებს, აი აქ ჯიპებზე არიან ესენი და ესე იგი, იქ ხალხი, იქ არის თოვში. კი, მაგრამ აი არ ვიცი, აი ესეთი ადამიანები საერთოდ ვინ, საიდან მოვიდნენ? აი რა უბედურება, აი რასად, იცით რა არის, აი სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც კი, როდესაც რამე კეთდებოდა, მე არ უარყოფ, რომ რაღაცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები რო კეთდებოდა, პირადად მიხაროდა მე. მიხაროდა, იმიტომ რომ რაღაცა ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არ მომწონდა. თუ რამე კარგი კეთდება, თუ სამუშაოები მიდის, რატო არ უნდა გიხაროდეს, რომ ტრაქტორი თუ მუშაობს, მაშველი თუ იქ არის ჩასული და ხალხის გადარჩენა, აი რატო არ უნდა გიხაროდეს ეს მითხარი? და ვიღაცები წარმოაჩენენ, აჩვენე, მე პატივს ავცემ ყველა მოხალისეს, ვინც იქ არის და თითქოს ისე წარმოაჩენენ სურას, მოხალისეების გარდა იქ საერთოდ არავინ არაფერს არ აკეთებს. ის გზები თურმე იმან გაწმინდა, რა ქვია, მიშას დედამ. და ის, რა ქვია, ასკურავამ გაწმინდა იქა მაგისტრალები და ეს დენის აღდგენა და ყველაფერი, რაც გახორციელდა სამუშაოები, აი ამ სტიქის დროს ეს ყველაფერი სხვამ გააკეთა. იცით რა არის ობიექტურობისთვის, ეხლა თუ რაღაცა პრობლემა გააჩვენე, კი ბატონო, თუ სადღაც რაღაცა არ არის, მაგრამ როდესაც აპოკალიფსაც წარმოაჩენ, გული როგინა გაუხეთქო ადამიანს, ეხლა პირადად მე აი გულგახეთქილი უყურებ ამ მოვლენებს, რომ მეშინია ვინმე ჩემი ახლობელი არ გარდაიცვალოს, ვინმეს რამე თოვში არ მოყვეს რაღაცა და უამრავი ასეთი ადამიანი არის, რომელიც უყურებს ამ მოვლენებს. და ესენი არიან აი მოდელირებული ქრონიკის აი კიდე მიმდევრები. გახსოვთ, რამდენი ადამიანს გული გაუხეთქეს მოდელირებული ქრონიკა რო შექმნეს, რომ რუსი ჯარი რო შემოდის და რაღაცა და ესენი არიან აი ვერ გამოვიდნენ აქიდან. ვერ გამოვიდნენ აქიდან და აი უბედურებაც ეს არის მეგობრებო რომ აი ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანები არის და ყველაზე დიდი უბედურება კი იცით რა არის სამწუხაროდ მიწევს ქართული არქივების ყურება იმიტომ რომ თქვენთან რომ მოვდივარ მინდა რომ მოგიტანოთ ინფორმაციები რა ხდება ქვეყანაში ეს მისია მე რო არ მქონდეს ალბათ არც ერთ ქართულ არხს არ უყურებდი იმიტომ რომ ნერვების მოშლის მეტი არაფერი არ მოდის აქიდან კაი თქვათ რომ ნაციონალური არხები რასაც აკეთებენ დივერსიებს და საბოტაჟს აწყობენ გასაგებია მაგრამ პირველი არხიც რო ამას აკეთებს აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება ეხლა ნამდვილად არა ვარ ამ პირველი არხის მაყურებელი მაგრამ ნუ ამომივარდა ვიდეო შევეთი და ეხა ქუთაისში არსებულ მოვლენებზე ჟურნალისტი გვამცდოს რა ხდება. აი გაინტერესებს ეხა რამით თუ განსხვავდება ეხლა ეს სიუჟეტი TV პირველისა და მაგალითად ფორმულა სიუჟეტისგან აგერ თქვენ თვითონ განსაჯეთ. თითოეულობამ პრობლემების შექმნა არა მარტო სოფლებში, არამედ ქუთაისშიც. ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას მოამბის ეთერში. ჩვენი გადამღებით ჯგუფი ამ დროისთვის იმყოფება ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ეს არის ჯავახიშვილის ქუჩა და იმისთვის რომ მაყურებელმა აღიქვას რა ვითარება არის გზებზე, მე გეტყვით რომ მე ვდგავარ გზის სავალ ნაწილზე, ეს გზის სავალი ნაწილია და ამის შემდეგ იწყება უკვე ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარი, თუმცა ტროტუარზე გადასვლა ფიზიკურად არის წარმოუდგენელი. 3 დღის მანძილზე გადაუღებლად თოვდა ქუთაისში და ადგილობრივები გვეუბნებიან რომ ამ ხნის მანძილზე ქალაქის ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი საერთოდ არ გაიწმინდა და არ მოხდა ტექნიკური მარილის დაყრა, რის გამოც პრობლემა შეექმნათ არა მხოლოდ ავტომანქანების მძღოლებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც. შეფერხებით მუშაობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფეხით მოსიარულეებს უჭირთ მისვლა სასუსტათო მაღაზიებამდე და აფთიაქებამდე, რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოფიციალურად სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სასწავლო დაწესებულებებში ძალიან მცირე რაოდენობის მოსწავლე მიდის. რა მდგომარეობა ამ ქუჩაზე ყველა კარგად ხედავს. ალბათ ქალაქში უარესი მდგომარეობა იქნება. ტროტუარებზე საერთოდ გაუწმენდავია. დღეს ახლა ხედავ რომ გაწმენდილა რაღაცაები, მაგრამ გუშინ საერთოდ პარალიზებული იყო ყველა ჩიხი და ყველა ქუჩა. ქალაქი რა ვიცი, პარალიზებულია რა, მე ზედმეტ ნაკლებად, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან ცუდი ვითარებაა, ძალიან გზები მოუწესრიგებელია. კიდევ კარგი რომ მაღალი ყინვა არ იყო და მაღალი ღმერთის წყალობით მანქანები მოძრაობს ჯერჯერობით.
უხმან ალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით რთულია ვითარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 20,000-მდე აბონენტი, ხოლო ბუნებრივი აირი 2,000-მდე აბონენტს არ მიეწოდება, რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლების უმეტეს ნაწილში სწავლა შეწყვეტა. ეხლა არანაირი, ესე იგი თურმე, ესე იგი პოზიტივი არაფერი, არავის არ მუშაობს, გზები გაუწმენდავია და აგერ ეხლა თვითონ ჩართვაში რო არის ვაჩვენოთ კადრი, აჩვენეთ კადრი. ხედავთ უკან მანქანები დადიან. ესე იგი, ეს ქალბატონი არის ჭოლაძე, ერთი შედით მის სოციალურ გვერდზე გაქანებული ნაციონალი არის. ესე იგი, გალი არის დგას დღედაღამე აი ქუჩაში, როდესაც ეს ანტისამთავრობო მიტინგები იტარდება, ერთ-ერთი ფლაგმანი ეს არის, ესე იგი, არ ვიცი, ეს ქალი სამსახურში არის თუ ქუჩაში ხეტიალობს, მე არ ვიცი. ესე იგი, შეხვალთ მის გვერდზე მიხვდები. უკან ფონზე მანქანები დადის, აი შეხედეთ, კარგად დააკვირდი, გზაც არის გაწმენდილი. ესე იგი, აი ამ 2 წუთია სიუჟეტში, ესე იგი, ამ ქალბატონმა ილაპარაკა, რომ ესე იგი, აპოკალიფსია ქუთაისში, რომ გზები გაუწმენდავია და ამ დროს თვითონ ხედავთ, რომ გზა გაწმენდილია, მანქანები დადის, ანუ გამოიყვანა, ესე იგი, სინქრონები ჩაწერა ყველას ალანძღინა ეს მთავრობა. მე მაინტერესებს ახლა. აი პირველი არხის ხელმძღვანელობას მინდა მიმართო. ბოლო, აი ამ ბიუჯეტს, რომელიც თქვენ გაქვთ, ჩვენი გადახდილი ფულით რომ მოდის. აი ეს ქალბატონები რატო უნდა დავასაქმოთ? წავიდეს იმ ბოდიში და იმ ვეტერანი ბოზები რო არის შეყრილი, აი ამ ნაცების არხზე შეუერთეს იმათ. შეუერთეს იმ ვეტერან ბოზებს. ვერ გავიგე რატო უნდა დავასაქმო მე ეს ნაც აგიტატორები რატო უნდა დააფინანსო თქვენ აი ხა რო უყურებ ტელევიზორს რომ რაღაცა საშინელებები არ გადმოსცეს რა ვერ გავიგე ეს პირველი არხი არის თავშესაფარი ნაციონალების ესე იგი ამ რუსთავი 2-ზე იმედზე ხალხმა იმხელა ფულები ქონდათ ბინები იყიდეს მანქანები იყიდეს ბოლოს ესე იგი თუ თვითონ არ დაწერენ განცხადებას არ უშვებენ ეხა ეს ქალბატონიც თუ არ დაწერს განცხადებას არ გაუშვებენ ალბათ და მე დავინტერესდი ისე ვიკითხე აი რატო აი მაინტერესებს აი მავნებლებს რატო ყავთ მეთქი ეხა უამრავი ნიჭიერი ჟურნალისტი არის საქართველოში რატო უნდა დაასაქმო ეხა ეს ჭოლაძისნაირი ვიღაცები აი რატო უნდა დაასაქმო აიო რაღაცა იქით-აქითო როგორც გავიგე მერეო ეს რო წავიდესო რაღაცა გვიჩივლებსო ჩვენაო მერე კომპენსაცია დაგვეკისრებაო იცით რაშია საქმე მეგობრებო ვინც საბოტაჟს და დივერსიას ახორციელებს ვინც ჟურნალისტურ ეთიკურ ნორმებს არღვევს ის როგორ შეიძლება სამსახურში ყავდეს შენ როდესაც სიუჟეტს აკეთებ ისიც თქვი რაც კეთდება და ისიც თქვი რა არ კეთდება რო გამოყავს ესე იგი და ყველა ის გამომსვლელი ვინც არის ეხლა და ყველა რო აგინებინებ ამ თავრობას ეს რანაირი და მე სოციალურ ქსელში რო დაუწერენ რომ ირმა შენგენაცვალე და ირმა ყოჩახ ესე იგი ეს არის დიდი სიამოვნება და ესე იგი ჩვენი ფულებით ეხლა დარწმუნებული ვარ 2000 ლარზე ნაკლები ხელფასი არ ეკდება ამას და ვაფინანსებთ ესე იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაქანებულ ნაციონალებს ვაფინანსებთ ჩვენ და რატო ისთვის მაინტერესებს აი ეხლა ეს სტიქიური მოვლენების დროსაც რომ გული გაუხეთქო ხალხს იგივე სიტუაცია აჭარის არხზე, იგივე სიტუაცია და მე რო ვინტერესდები მაგალითად, რომ ჩავწერო აი აქ საკრებულოს წარმომადგენელი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რამდენჯერმე რომ მქონდა ამის თელობა, ჩვენო არ გვაძლევენო საშუალებას რომ აიო გამოვიდეთო. კი, მაგრამ ვერ გავიგეთ, პირველ არხზე არ გამოყავს პირველ არხს და აჭარის არხს ის ადამიანები, ვინც არის გამოსაყვანი, ჩვენ მაინც მოგვეცით საშუალება რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ესეც მოწმობს იმას რომ აი ამ სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებული ნაცები არიან. რატო არ უნდა მიცე მაგალითად შენ საკრებულოს წერს ან ვინმე მაგაც ხელმძღვანელობის პირს რომ გამოვიდეს და ილაპარაკოს მაგალითად ჩვენ არხზე რა მტრები ვართ ხელისუფლების რამე არასწორად ლაპარაკობ თუ რა მაინტერესებს ერთი ეს არ არის მავნებლობა მე მაინტერესებს ვიღაცები დაინტერესდნენ ამ საკითხით არ შეიძლება მეგობრებო ასეთი რაღაცა ბიუჯეტიდან მიდის უზარმაზარი დაფინანსება მე რამდენადაც ვიცი ბოლოს რა ვიცი 114 მილიონი თუ რამდენი აღარც ვიცი ყოველწლიურად ეძდება ამ პირველ არხს ბიუჯეტი ურეიტინგო არხია კაციშვილი ამათ არ უყურებს და ესე იგი ერთადერთი ფეხბურთი და კალათბურთი როა მაშინ უყურებენ აი შემთხვევით გადავრთე და აი ესეთი რაღაცებს წააწყდები აი ასეთ საშინელებებს წააწყდები და მე გვიკვირს ჩვენ რომ რაღაცა რატო არის საზოგადოებაში უკმაყოფილება რატო არის
ნეგატიური რატო არის უცხოეთში მაგალითად უყურებენ აი ეს თანამგზავრზე გაშვებულია ეს არხები რა და უყურებენ ეხლა ამ არხებს და პირველი არხი ნაცების ქებაშია იმედი ვერ აი იმედი კიდე აი რაღაცა მაინც ასე თუ ისე რაღაცნაირად ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს რომ არ არის ეხლა თლათ ისე ბოლოს გამოასწორეს მაგრამ პირველი არხი აჭარის არხი ეს რუსთავი ეს ფორმულა ეს რა ქვია გველპირველი ყველანი მუშაობენ ქვეყნის წინააღმდეგ და ამიტომაც იქნება შტაბ-ეჭდილება კიდევ ერთხელ ვიმეორებ გებელსმა თქვა მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტებად ვაქცევ და ღორების კოლტებად აქციე საზოგადოება აი რა როდემდე უნდა ვინახოთ ეს ხალხი ვერ გავიგე რა აი რატო რა რისთვის აი მაინტერესებს ვერ ხვდები წავიდეს იმუშაოს TV პირველზე ფორმულაზე რატო უნდა შევინახოთ ჩვენ და აი ყველაზე მე მაინც მინდა რომ დადებითი რაღაცაც და ცოტა პოზიტიური თემაც რაღაცნაირად იყოს ჩვენ გადაცემაში აი ძალიან გული გამithვა ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონის 85 წლის ციცო ბებოს ვიდეოებმა დაიპყრო მთელი სოციალური ქსელი არა შევა თქვენთ ნაკეთ მაგრამ მე მინდა ჩემი ეთერითაც ეს გაუშვა და ამით მინდა ვანახო საზოგადოებას რომ აი 85 წლის კაცი ქალბატონი ადის კიბეებზე სახს თოლავს მუშაობს დროხა უნდა მოწველო აი მიბაძეთ ახალგაზრდებო ასეთ ადამიანებს რა და თან აი რა ვიცი მე აი ისეთი აი ჯერ დააკვირდით აი თითქოს ბებიაჩემი გამიცოცხდაო აი ამ ხალხს რო შევხედე აი ზუსტად ეხლა ბებიაჩემიც რო მაგასაკის იყო თითქმის რო გარდაიცვალა და რო ყოფილიყო ალბათ ცოცხალი ზუსტად ეგრე კიბეზე იქნებოდა ასული და მასე დათოვლი და თავის სახს და აი ესეთი ბებიები გვიმრავლოს ღმერთმა და ესეთი ადამიანები და ეხლა წარმოგიდგენია თქვენ ეხლა ჩერგოლეიშვილი რომ მოხუცდება და ესა რა ქვია ეს სამადაშვილი და ისა ეგენი ეხლა როგორი ბებიები და როგორი ანის ხალხი როგორი ბაბუები იქნებიან ეხლა მინდა რომ აი ეს პოზიტიური რაღაცას ვიდეო მასალა გაუშვა და თქვენ წალმე დარწმუნებული ვარ ამით ცოტა გული გაგითფებათ კიდევაც იმიტომ რომ აი რა არის მართლა ადამიანი აი აქიდან ჩანს და აი როგორი სითბო და სიყვარულია და ხიჩატეყილობაც არის გარკვეულწილად აი ესეთი თაობა არის და ეხლა ვინ მოდის თქვენს კარგად ხედავთ სამწუხაროდ აი ეს არის განსხვავება აი იმ საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე ადამიანებს შორის რომლებსაც ჩვენ აი ესე შავებნელებად მოვიხსენიებ და ეხლანდელი აი ამ სიტუაციაში აღზრდილ ახალგაზრდები რო შევლენ ასაკში როგორ მოიმოქმედებენ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა დიდი გონების დაძაბვა არ არის საჭირო აი განახებთ ეხლა ამ ვიდეოს ციცო არ გაშინია არა შიში ვერ იცის სიკვდილსაც ცუდია დაღრეჯილობა ნუ გაშინია ხალხო გამაგზეს ეს თოვლი მალე წავა მალე მოვა გაზაფხული ისე კარგად იქნება შენ გაგიმარჯოს ღმერთმა შენ მე რო უნდა ამოვიდე ახლა და თუ ჩამიწყდა შენ რა მოხვალ გადმოდგენ თევზე მე სპეცინცეზე შენი ქართველი გმირები ვარდიაშია დღეობა დიდი საკლავად მიხარ ფირმები ვარდიაშია დღეობა დიდი საკლავად მიხარ ფირმები შენ გაგიმარჯოს სუფრაგაშლილი სუფრალამაზი ემითა თანანცლოთავენ ლოცვის გმირები ვერაზღებიან თერითა თამაზლოთავენ ლოცვის გმირები ვერაზღებიან თერითა შეგედაროს ბევრი ვაშკაცი ციცო მეზობლებსაც ხარ გადაუთოვლიდი მალადეც გარეთოვსა გულში დმაიც თარია შენთან მოვალ შენსკენ მომიხარია თოვლის ფიფკი თავნება ტუჩებზე რომ ადნება შენი კოცნა მგონია დილავადელა დილავადელა ნანა დილავადელა ნანა აბადელია დელიოდელა სათბიდი ხარ ეხლა მივდივარ ჰოსტელში დროხასა მალადეც თოვლი არის შენზე მაღალი რო იცოდე
მომწონს ახლა ეს თოვლი? მომწონს, ახლა რა მომწონს? აღარ შემიძლია არა, თორე ზამთრის წესია თოვლი, აბა რა. რა შევორსა? თოვლი დიხომე. ახლა ერთის მიწის. თოვლო, ითოვე. თაბარჩაჩი სუდარა. ინვა ქარიდა ნამქერი ზამთრის წესია მუდამა. აჰა, ლექსის მიუძღვენი შესაყვარელ თოვლს. ციცინო, მომწონს ახლა ეს თოვლი? მომწონს. აი ახლა იცით რა არის, აი გული გამithვა ეს რო ვნახე რა, იმიტომ რომ აი ისეთი გაცხოველებული ისა გვაქვს საზოგადოება, ერთმანეთის ლანძღვა გინება და აი ახლა წარმოგიდგინეთ აი ესეთი ადამიანი, აი ესეთი ბებიები და ბაბუები გვიმრავლოს ღმერთმა ჩვენ და მე მინდა რომ აი ესეთი ყავდეს ჩვენ, მიუხედავად იმისა რომ რაღაცა დაპირისპირებები გვაქვს ერთმანეთს არ ვეთანხმებით. აი ესეთი ხალხი აღარ არის თითქოს. აი მე მაგალითად აი რომ ახსენდება ჩვენი აი ის ძველი თაობის წარმომადგენლები რომ ვადარებ ეხლა აი იმ ადამიანებს რომლებიც აი ახალგაზრდებს მე ახალგაზრდების წინამდე კი არა ვარ კაცო ღმერთმა გვიმრავლოს ახალგაზრდებმა ეს არის პროდუქტი დასავლეთისა რა იმიტომ რომ არანაირი გარკვეულწილად იდეალი აღარ არსებობს არანაირი მისაბაძი მაგალითი არ არსებობს და ესეთი ადამიანებიც აღარ არსებობს უკვე იმიტომ რომ აი მოდის ხთაობა აგრესიული მოდის ეხა ესენი ეხა ადამიანი არ იცვლება როგორიც ხარ მაგალითად ეს ქალბატონი როგორიც იყო 20 წლის 25-40 წლის ისეთივე არის ეხლაც 85 წლის ასე ფორმირება ადამიანის ხდება და მე რაღაცა დიდი ცვლილებები არ ხდება მაშინ ხო და აი ამიტომ აი უბრალოდ ჩვენ ჭირდება აი ისეთი საზოგადოება რომელიც სიყვარულს და სითბოს გააშუქებს ეხლა აი ეს აი ამას რო უყურებ ამ ქალბატონს თითქოს სიცოცხლე მემატება რა და თითქოს გული მithბება და მართლა მithბება და შეხედეთ ეხლა იმ ასკურავას ეხლა აი რო გაჩვენეთ თავიდან ეს ქალბატონი ასულია იმ ამხელა ქალი კიბეზე თოვლის და ეს ასკურავა გამოდის იქ და ისაო ტრაქტორი რატო მუშაობს ეგ არ გვაწყობს ეხლა შეადარეთ ეს ორი ადამიანი ეხლა ეს ასკურავა 85 ღმერთმა დიდხანს დაწოცხლოს კაცო არავინ სასიკვდილოდ არ ეტევა მაგრამ იმ კიბეზე ვერცავა და ბოდიში და ბიბითი რა რას მოუყვება თავი შვილიშვილებს მაინტერესებს აი ესეთი ხიჩატეხილობა თაობებს შორის შეადარეთ ეს ქალი და შეადარეთ ეს ნაციონალი ვიგინდარა რომელიცაც ეს კარგი არ უხარია ამ ქვეყანაზე ბოროტებით აქვს სავსე გული არ ვიცი აი რა პროდუქტი შექმნა ასეთი დასავლეთმა გაუგებარი